პენიტენციურ დაწესებულებებში ხორცი პრაქტიკულად ვერ შედის. პატიმრებს ძირითადად მხოლოდ სუპებს აძლევენ, თევზის ნაცვლად კი კომბოსტოს აწვდიან. ეს ინფორმაცია მთავარს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა კონფიდენციალურად ცოტა ხნის წინ შეატყობინა. მისი თქმით, ЧՊС გიორგი 2020, რომელიც ციხეებში პატიმრების კვებაზე პასუხისმგებელი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა, მოვალეობას ვერ ასრულებს. წინა კომპანიას, რომელიც პატიმრებს უხარისხოდ 6 წელი კვებავდა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ პენიტენციურმა ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ვცდილობთ დეტალების პენიტენციურ სამსახურში გადამოწმებას. თავისუფლება სინდისის პატიმრებს ტრადიციული შაბათის მარში პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს ეძღვნება. მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე მიმდინარეობს. მოქალაქეები უწყვეტ საპროტესტო აქციებს 472 დღე ამართავენ. ირანის ბალისტიკური რაკეტების პოტენციალი ფუნქციურად განადგურებულია. მათი საზღვაო ფლოტი ბრძოლის უუნაროდ ფასდება. ირანზე სრული და აბსოლუტური საჰაერო დომინირებაა დამყარებული. წერს თეთრი სახლის სოციალურ ქსელში. ლიკვიდირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური. ისრაელის თავდაცვის ზალები წერს, რომ ჰიშად აბდ ალ-ქარიმ იასინი ლიბანში თავდასხმის დროს მოკლეს.